საზოგადოებამ სურს მივაწოდო ინფორმაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ განხორციელებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შესახებ, რომლის შედეგად დავაკავეთ ნარკოტიკების რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის ცდელობაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს შემოტანასა და შეძენას შენახვაში ბრალდებული 53 პირი. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულების მიერ მითებული ადგილებიდან დაკავებულების პირადი ავტომანქანებისა და საცხოვრებლების სახლების შრეკისას ნივთკისების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის იყენებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციებს, სოციალურ ქსელებსა და ასევე ხელიდან ხელში გადაცემის პრინციპს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული და აუდიო ვიდეო ჩაწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში ინტენსიურად აგრძელებენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას და ნარკორეალიზატორების დასაკავებლად კომპლექსური ღონისძიებების ჩატარებას, რისთვისაც მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადო.